მოგესალმებით. დღეს შაბათია და ტრადიციულად მე და ბექა ვართ ყოველ დღეს ეთერში და ვეცდებით რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებზე ვისაუბროთ მომდევნო 2 საათის განმავლობაში ჩვენ სტუმრებთან და თანაწამყვანებთან ერთად. იცი რა ეხლა ვფიქრობდი მე პირადად სანამ ეთერში შემოვიდეთ რომ რაზე შეიძლება რომ რა არის ისეთი მნიშვნელოვანი რაზეც მინდა რომ ვისაუბრო და რამდენიმე ამბავი მომივიდა მაგრამ არ ვიცი რომელი გამოვარჩიო უბრალოდ ბოლო დღეებში ჩემთვის ყველაზე ისეთი აქტუალური და მაინც რაღაცნაირად მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ამბები იქ მოსკოვის მექანიზმი იყო იქ სხვადასხვა ბევრი რაღაც ხდებოდა და იმის გათვალისწინებით ამ ბლოკში ჩვენ სტუმართან რაზეც უნდა ვისაუბროთ ამას აუღნიშნავ ძალიან მოკლედ რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების გარდა ყველა გარშემო იქნება ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები თუ არა მეზობელი მაგრამ ჩვენი პარტნიორი ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად დაგვეხმაროს ევროინტეგრაციისკენ გზაზე აი ამ ყველაფრიდან გამოსავალზე ყველა ამაზე თანხმდება და ამისთვის იბრძვის გარდა ქართული ოცნების. ნამდვილად ასე. თან იმედის მომცემია და თან რაღაცნაირად სევდიანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თვალსაზრისით ფაშინიანის სიტყვა, ხო, რომელმაც თქვა რომ პრინციპში თუ ვერ დაალაგდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობები და თუ არ დაიძრა ამ შემთხვევაში ჩვენც ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებით. იმდენად რამდენადაც ეს არის ერთიანი ორგანიზმი, ასე უყურებ ამ ამბავს, მაგრამ რუსეთი თავისი პროპაგანდით, აქტიური პროპაგანდით აწლეულების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ცდილობს რომ გააღვივოს შუღლი მათ შორის, ამ ქვეყნებს შორის და რეგიონალური უნდობლობა შეიძლება ასე ითქვას. კი ბატონო, და მოდი რადგან ამაზე დავიწყოთ საუბარი, ბანოს სტუმარიც წარვადგინოთ, გიორგი წუმასიანი, პოლიტიკური ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი და რადგან მე და ბექამ დავიწყეთ საუბარი, პრინციპში ხა ეგ ამბავი უნდა გავაგრძელოთ. ამ კონტექსტში ვთქვათ, მოდი რამდენად მნიშვნელოვანია იმეც სომხეთისთვის ან ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის საქართველოს სწორი პოზიცია, მოდი ესე რომ ვთქვათ, ევროინტეგრაციის გზაზე. მოგესალმებით და უნდა ვთქვათ, რომ აი მთელი დამოუკიდებლობიდან პერიოდში საქართველოს შეასრულა უდიდესი როლი რეგიონისთვის საერთოდ, მათ შორის სომხეთისთვის. საქართველოს მტკიცე საკუთარი ინტერესების დაცვა ევროინტეგრაციამ დაიცვა მათ შორის სომხეთი სრული რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩენისგან და დღეს მოვედით იმ რეალობაში უკვე, როდესაც ამით სომხეთმა ისარგებლა უკვე აღადგინა სუვერენიტეტი ნამდვილად, ბევრი მიმართულებით რუსული გავლენები შეამცირა და ახლა ხდება რომ ყველაზე სწორი იყო ის გზა რომლითაც საქართველოს მიდიოდა ევროპული ინტეგრაცია, ანუ როგორც კი სომხეთში სუვერენიტეტი აღადგინეს, გაიაზრეს რომ ამ სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო ადგილი არის ერთიანი ევროპული ოჯახი და მათ შორის ღირებულებებისთვისაც, აი სომხური ღირებულებები ხო ტრადიციული ღირებულებებია, როგორც ქართული კონსერვატიული საზოგადოებებია კი ბატონო. ესეც ყველაზე კარგად არის მისაღები სწორედ ევროპულ ცივილიზაციაში და ახლა მიმართავენ საქართველოსთან დიდი ხანია უკვე ჯერ კიდევ არჩევნების პერიოდში გახსოვთ როცა 24 წლის არჩევნები იყო საქართველოში, სომხეთში რეფერენდუმი მზადდებოდა და ყოველთვის იყო პარალელი. როგორც კი ჩვენთან ეს არჩევნების შედეგებით ვნახეთ როგორი არის და კობახიძემ რომ უკანონოდ კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევით გააჩერა ევროინტეგრაცია. სომხეთში კანონი მიიღეს ევროინტეგრაციის შესახებ, აქტიურ ნაბიჯებს დგამენ საქართველოსთან, ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას და იმ დოკუმენტში წერია, რომ სომხეთს და საქართველოს გააჩნიათ ერთობლივი ევროპული მისწრაფებები. ეს ხომ არ არის მარტო პოლიტიკური ანუ ოცნებასა და ფაშინიანის ხელისუფლებას შორის. ეს არის ქართველი და სომეხი ერის მათ შორის, იმიტომ რომ ისტორიულად ჩვენ ისედაც ორი კავკასიაში ძველი ქრისტიანული კულტურის და წარსულის მქონე, ასე ვთქვათ, ამ კავშირებით სწორედ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით ისედაც, აი რომ ბერძნული და ბიზანტიის იმპერიიდან რომ დავიწყოთ, ხო, ისტორიაში ქრისტიანობა არის ის, რაც გვეხიდება, ვთქვათ, ჩვენ სინამდვილეში ევროპულ კულტურასთან და ცივილიზაციასთან თავიდან ბოლომდე, ხო? ამაშია საქმე, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები. ეს გვეხმარება ამაში პირველადი ეს არის, ვთქვათ. და ამიტომ წარმოდგენა იყო, რომ ერთად შევძლებთ ამ მიმართულებით მოძრაობას სომხეთში და რეალურად რა დაინახეს, რომ ამის შემდეგ საქართველოში იწყება აქტიური ნაბიჯები მაქსიმალურად რომ ხელი შეუშალონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მათ შორის სომხეთის კი, იმიტომ რომ საქართველოს თუ ხელი საქართველოს რო უშლიან ხელს, ავტომატურად ნიშნავს, რომ ხო, რაღაცნაირად რომ ხო, იმასაც ხელი ეშლება რა. ეს არის, ეს უნდა გავიაზროთ, რომ აქ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი,
არის რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა რა ანუ აქ ამბავი არის გეოპოლიტიკურ ამბავზე და როცა საქართველო იყო ამ რეგიონში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი არა მხოლოდ ევროპელებისთვის ხო ამერიკელებისთვის დღეს ვხედავთ იმას რომ ყველანაირი რაღაცა ურთიერთობა და აი ეს თანამშრომლობა გაწყვეტილია და შეჩერებული არის იმიტომ რომ არ აღიარებს დასავლეთი ხა ამათთან შესაბამისად ექნება პრობლემა სომხეთსაც რა თქმა უნდა მაგრამ არა მხოლოდ პრობლემა კონკრეტული რომ საქართველოს ევროინტეგრაციით არ მიდის წინ იმიტომ რომ იქ დოკუმენტი დადეს თავის დროზე ბრიუსელში რომ გულისხმობს ევროკავშირი მხარს დაუჭერდა სომხეთს ყველაფრით რომ სომხეთი გამოსულიყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან რომ გამოხვიდე დღეს ვაჭრობა ისე აქვს სომხეთს აწყობილი რომ ეკონომიკის დიდი ნაწილი არის რუსეთზე დამოკიდებული და ამ გამოსვლას სჭირდება მარშრუტები და ფინანსური დახმარება მხარდაჭერა რამდენიმე წლის განმავლობაში რომ აეწყოს ევროპულ ბაზარზე საქართველოს გავლით უნდა ყოფილიყო ყველაფერი როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე თან ფაშინიანი კიდე გვეხმარებოდა ლობირებდა ამ კანდიდატის სტატუსის მონიტორინგს კიდევ რა იყო თქვათ მნიშვნელოვანი ასპექტები რომელზეც გაამახვილა ყურადღება ფაშინიანმა თავის სიტყვაში ახლავე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ გარდა იმისა რომ აქაც შევზღუდეთ და ხელი შევუშალეთ სპეციალურად არის ახლა ხელი შეშლა მათ შორის საზღვარზე უბრალოდ სომხეთის მიმართულებით ტვირთების და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ ეს კი არ არის ქართულ-სომხური ამბავი ეს არის რუსეთი, რომელიც ებრძვის პრო-დასავლურ დღეს სომხეთს და ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ. ძალიან სამწუხაროა, რომ პირდაპირ აკეთებს ამას საქართველოს გამოყენებით, მაგრამ ესე უხეშად და მარტივად. მინდა რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ დღეს საქართველოს რუსეთი იყენებს ქართველი ერის წინააღმდეგ სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც დასავლეთში მიდის, ინსტრუმენტად აქცია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მთავრობა, რომელიც ჩვენია წესით, ანუ როგორც ინსტიტუტი გულისხმობ და ასე შემდეგ, ჩვენი პოლიცია, ყველაფერი. და ეს არის ძალიან სახიფათო. რაღაცა რუსეთის პროქსი ძალად ყალიბდება საბოლოო ჯამში საქართველოს რეგიონში. ყალიბდება რა ჩამოყალიბდა უკვე დიდი ხანია და ძალიან ტრაგიკულია. ხო, აი ფაშინიანმა რაზე გაამახვილა კიდე ყურადღება, იქ რა ასპექტები იყო? ფაშინიანია, გარდა ამისა. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. თქვა რომ ოლიგარქი, რუსეთიდან ოლიგარქები, სახელდაგვარით არ უთქვამს, მაგრამ გასაგებია სამველ კარაპეტიანზე არის საუბარი, ცდილობენ ხელისუფლების დაბრუნებას, ამაში ეხმარება ეკლესიაში კგბ-ს კონტროლი, მათ შორის ყველაზე მთავარ პირზე, რომელსაც სახელდაგვარით მოიხსენია, კატრიჩნერსიანი, ანუ გარეგინ მეორე, ეგრეთ წოდებული, რომ კგბ არის ამ ყველაფრის უკან და ცდილობს სომხეთშიც პრაქტიკულად 2012 ნუ არ უთქვამს ფაშინიანს პირდაპირ მაგრამ თავისი არსით 2012 წლის სცენარის გამეორებას, იმიტომ რომ საუბარი რაზეა რუსი ოლიგარქი მოდის, რომელიც ამბობს რომ მე ქველმოქმედი ვარ, მისი განცხადებები არ ვიცით, პოზიციები არ ვიცით, ამ ძირითადად ბიძინას დონის ოლიგარქია? ხო, 5 მილიარდი აქვს დაახლოებით, კი, ასე რომ ბიძინას დონის არის, თან ძირითადად ეკლესიის ქველმოქმედებით იყო დაკავებული, აგერ ფაშინიანმა კითხვა, ეკლესიაში რა ხდება სომხურ ეკლესიაში. და ამავდროულად მისი მთავარი გზავნილი ახლა არის ჩინური უფასო ფული, რომელსაც მოქალაქეებს დაურიგებს. და ნუ ჩინური უფასო ფული მოქალაქეებს დაურიგებს. ჩინური დაამატა. ეხლა უკვე რუსეთიდან კი არ მოვაქვთ, იქ ძალიან უჭირთ. და ეს არის ჩინეთიდან მოვიტანთო ამ ფულს და დავურიგებთ მოქალაქეებს და აგერ ყველა გამგიტა. იგივე სცენარი არის მართლა და დროშიც როგორ ემთხოვა ხო რაც ხდება ზოგადად რეგიონში და ჩვენ. ყველა სოფელს 5 მილიონი არ უთქვამს, მაგრამ ყველა დიდ დასახლებულ პუნქტშიო, ანუ იგულისხმება სოფელზე ოდნავ მეტი ქარხანას ავაშენებოდა, აი მეც მახსოვს რამდენი ასი ქარხანა იყო აქ. გაიდლაინია რაღაცა, რომელსაც იყენებენ რა ხალხის დასაბოლებლად. ნამდვილად და ხადია კულტურულ მოღვაწეებს სომხეთში ხელფასებს უხდის და ეხმარება და დონაციაზე და იქიდან მხარდაჭერა აქვს, რომ ესეთი გავიხსენოთ ეს არის უბრალოდ დეჟავიუ. ჩადი მიეშველე. უხარი მაგხალს დაელაპარაკე საქართველოს. მაგას ეგ აი ქართველების გარჩევა თუ გინდათ, ერთადერთი რჩევა არის, რომ არ დაუჯეროთ რუს ოლიგარქს, იმიტომ რომ ყველაზე საინტერესო უჭირს სომხურად საუბარი და შესაბამისად ხელოვნური ინტელექტით საუბრობს. ანუ ფოტო არის და საუბრობს სომხურად, როგორც იცოდა. ამასაც ხო უჭირდა, კაცო ძლივს ლაპარაკი, ამას საერთოდ ყველაფერი უჭირს. და ეხლა ის დრას ფიქრობ ამაზე, ანუ იქ თუ ხელოვნური ინტელექტით საუბრობს, აქ კობახიძე გავს ხელოვნური ინტელექტს რა, უემოციო, ესეთი ადამიანი, რომელიც საერთოდ რაც თვითონაც თქვა, ხო, რომ არანაირი ემოციური ბმა საზოგადოებასთან არ აქვს. და ალბათ რუსეთი ცოტა სხვა ტექნოლოგია
ტექნოლოგიაზე გადადის ეხლაც და უკვე ხელოვნური ინტელექტით აპირებენ მართვას ქვეყნის. იცი რა მაინტერესებს ძალიან ეს არის რა ქვია საინტერესოა ეხლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხო ნუ გასაგებია რომ შეიძლება ის კონკრეტულად არ იცოდე ყველაფერი მაგრამ ნუ მეზობელი ქვეყანა ვართ და რაღაცა მაინც ხალხს ხა გაგებული აქვს საქართველოში რა მოხდა და როგორ მით უმეტეს ეხა ამ პერიოდში რაც ხდება აქედან გამომდინარე მაშინ თუ ვერ ხდებოდა რაღაც განწყობები რა არის ხალხის აი მართლა რიგითი მოქალაქეების თუ იცი აი რაღაცა თუ მოდის ამბები შენამდე იმიტომ რომ ეს არის ძალიან საინტერესო რა ჩვენ მოუწყუდით კაი იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება გამოცდილება არ ქონდა ვიღაცა მოწყდა ვიღაცა მაგრამ ჯამში მოწყდა აი ძალიან კარგი აქცენტი არის ეს გამოცდილება თან აი თვალხილული ძალიან არსებობს ეს გამოცდილება და შესაბამისად მათთვის ხო ეს უნდა იყოს უკვე გაიდლაინი ჩვენი ამბავი ჩვენი მაგალითი ხო რამდენად იცნობს თქვა სომხური საზოგადოება ჩვენს პოლიტიკურ რეალიებს საკმაოდ იცნობს იმიტომ რომ ამ საკითხზე მსჯელობაც არის ხშირად საქართველოში რა ხდება ამ კონტექსტში რატომ მოხდა ესეთი გადახვევა გეტყვით ასეთ რამეს რომ საქართველოს ბევრი წლის განმავლობაში სომხეთისთვის იყო მაგალითი. აი იმიტომ რომ იცით რომ ხშირად ჩამოდიან მაშინ ტრანზიტის მიზნით ასე შემდეგ ხო დასასვენებლად და ყოველთვის ამბობდნენ სომხურ საზოგადოებაში იქ რომ აგერ საქართველოს ხო შეუძლია ჩვენსავით პატარა ქვეყანა არის მაგრამ ნახეთ რამდენი წარმატებაც მიაღწია ეს ყოველთვის იყო ანუ ფაშინიანის მათ შორის ხელისუფლებაში მოსვლა ეს სომხური რევოლუცია რომელიც მოხდა რუსული კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ მათ შორის იყო იმიტომ რომ საზოგადოებას ხონდა მაგალითი აგერ ქართველებს შეუძლიათ გააკეთეს და იქნებ ჩვენს შეგვეძლოს ნორმალური ქვეყნის ჩამოყალიბება და ჩვენ ეხლა რომ აყალიბებენ ნორმალურ ქვეყანას სადაც წესრიგი არის გზები არის კორუფცია არ არის და ასე შემდეგ სუვერენიტეტი არის და არა რუსეთის მონობა პრაქტიკულად მანამდე რაც იყო ეხლა ხედავენ საქართველოში რა მოხდა აი მოტყუების შედეგად ოლიგარქის და გეტყვით რომ რა თქმა უნდა არ აპირებენ მოტყუდნენ კი აჩვენებს რეიტინგი რომ მეორე ადგილზე არის ამ მომენტისთვის საუბარია 9%-ზე იქ გადანაწილება თუ ზოგადად მზარდია იმის ხარჯზე რომ ყველა დანარჩენი ძალები რაც არიან ეხლა ამის ირგვლივ ერთიანი კოალიციას აკეთებს მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა ფაშინიანის გამარჯვება დარწმუნებული შეგვიძლია თქვა რომ იქნება და უმრავლესობას მიიღებს უბრალოდ არის რამდენიმე რისკი ეხლა რაზეც მიდის მუშაობა ერთი რომ სომხეთის საგარეო დაზვერვამ თქვა რომ რუსეთიდან ცდილობენ აქტიურად სომხები იქით ბევრი ცხოვრობს რომ ჩავიდნენ და ხმამისცენ მათ შორის სამველ კარაპეტიანი ფულს არიგებს პირდაპირ ანუ მოსყიდვაზე არის საუბარი ისე არ არის რომ მისი ფულია თურმე ეხლა აღმოჩნდა რომ რუსი ოლიგარქი სომხეთზეც უნდა ვინერვიო აი ხო აღმოჩნდა რომ რუსი ოლიგარქი ის კი არ არის რომელიც აი ბევრ ფულს ფლობს სინამდვილეში ეს მისი ფული კი არ არის ეს მას მისცეს რუსეთში და მის ვალი გააჩნია რუსეთის წინაშე რეალურად აი ეს უნდა ჩვენს დასკვნები გამოვიტანოთ საქართველოს შემთხვევაში და ეხლა სამველ კარაპეტიანი ფულს რო არიგებს ეს პრაქტიკულად რუსეთმა უბრალოდ მისი მილიარდების ქვეშ ასობით მილიონი გამოუყო კირიენკო არის კონკრეტულად პასუხისგებელი ამაზე ჩვენთან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის თემასაც ფარავს კირიენკო და მათ შორის სომხეთის თემასაც ფარავს და ასობით მილიონის მე შეუძლია მოსყიდვა ადამიანების. ამიტომ იქ ეს ესმით მეორე მხრივ რისკები ნამდვილად არის და რა თქმა უნდა გაერთიანება ეხლა ეკლესიის თემის პირდაპირ ესე ჩართვა ამ პროცესში. თუმცა ევროკავშირმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით არის წარმატება ეხლა გუშინ იყო დასკვნა. როდისთვის არის ეს შესაძლებელი? შეიძლება წელს, შეიძლება შემდეგ წელს, მაგრამ ტრიპის პროექტი რა თქმა უნდა მშვიდობა უკვე ფაქტია იმ შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცეს რომ როგორც კი შემოვიდნენ და ტრიპი შეიქმნა ეგრევე მოხდა იქ სამშვიდობა ანუ ერთი წელია არც დაღუპული არც დაჭრილი არ არის საზღვარზე ყოველ წელს იყო ძალიან ბევრი დაჭრილი სულ და ეს მშვიდობა ანუ ამან იმუშავა სინამდვილეში რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთი დასტურია რომ ქართული ოცნების ნარატივები არის სრული ტყუილი იმიტომ რომ მშვიდობა ამერიკა მოიტანა ომის პარტიაზე და ასე შემდეგ ხო ამის ფონზე როდესაც რეგიონში რა ვიცი მრავალწლიანი ომი ფაქტობრივად გააჩერა კი ბატონო ასე რომ რა ომის პარტია როდესაც პირიქით მშვიდობა ევროპული დამკვირვებლებით განან ეხლა სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე მაგის მეშვეობით და წყალობით არის მშვიდობა ჩვენთანაც ხო დგას ევროკავშირის დამკვირვებლები ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან საოკუპაციო ხაზზე კითხვა ჩდება ჩვენ მოქალაქეებს აი რანაირად შეძლო ოცნება მოტყუება რომ ევროპას აქ ომი უნდა როდესაც რეალურად როგორც კი რამე ხდება ჩვენ მოქალაქეს რომ გაიტაცებენ პირველი სუსი სადაც რეკავს არის ევროკავშირის ცხელი ხაზი და ამოქმედებს ეს ხო ფაქტია ყველამ ხო ვიცით და ევროპამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა აგერ ფაშინიანი რო იყო ევროპარლამენტში ევროპარლამენტის ტერიტორიაზე გახდეს სომხური ამბანის ძეგლი
როგორც პატივისცემა. კიდევ ერთი ძალიან მაგალითია, მნიშვნელოვანია, რომ ევროპა არათუ კულტურას გვაქვს. პირიქით, ანუ შენი კულტურაც აერთიანებს მის კულტურას. ეს რამხელა ნაბიჯი არის ხო პატივისცემის და სომხურ საზოგადოებას უნდა გაიაზროს, იმიტომ იქ ძირითადი პროპაგანდა რა არის სომხურ საზოგადოებაში. კულტურას გვართმევენ, იდენტობას გვართმევენ. რაც აქ იგივე ზუსტად. პირიქით ეს მაგალითი აჩვენებს, რომ პატივისცემას და პირიქით კულტურის კონსერვაციას და ინტეგრაციას ამასთან ერთად. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ასევე საინტერესოა, ნუ აი ამ რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, სომხეთის პოზიციები, ვთქვათ. ირანთან მიმართებით და ზოგადად რა პოზიცია აქვს ფაშინიანს აი ამ რეგიონში, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შესახებ, აი ხო იყო, ვთქვათ, გაცხადებული ისა რა, ხო, დავბომბავ ჩვენ. იმას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, რომელსაც შეიძლებოდა ძალიან დიდი ესკალაცია გამოეწვია რეგიონში, ხო? ნუ არ მოხდა ეს და გადავრჩით, ნამდვილად გადავრჩით. რა პოზიციები აქვს ამ თემასთან დაკავშირებით სომხეთს? კი ბატონო, მნიშვნელოვანი საკითხია, რა თქმა უნდა, სომხეთი და აზერბაიჯანიც როგორც საზღვრის მქონე ქვეყნები ირანთან საკმაოდ ფრთხილობენ, ყოველთვის ესეთი ფრთხილი პოზიციები გააჩნიათ, თუმცა ერთდროულად მაგალითად აზერბაიჯანის ნახიჩევანის მიმართულებით რომ იყო დრონების თავდასხმა პირველად ისტორიაში აი მხარდამჭერთა ან სოლიდარობის გამომთქმელთა სიაში აღმოჩნდა ასევე სომხეთი აზერბაიჯანს რომ გამოქვეყნა ეს ისტორიული რამეა ესეც რამე არ მახსოვს უბრალოდ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურეკა და სოლიდარობა გამოუცხადა იმიტომ რომ დაჭრილები არიან ახლა უფრო ხმამაღალი განცხადება არ ყოფილა იმიტომ რომ ფრთხილი თემა აქ ორივე ქვეყანა სწორად იქცევა სომხეთს და აზერბაიჯანი იმიტომ რომ გაგაჩნია დეპილების რისკი და ასე. თავარი კითხვა არის ჩვენს მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენს ფრთხილი პოზიცია უნდა გქონდეს. ირანს აქვს გავლენები მათ შორის საქართველოში. ხო, მაგრამ ფრთხილი არ არის, როცა პირდაპირ უჭერ მხარს დიქტატორს, ეგეც არ არის ფრთხილი. კი ბატონო, აქ არის სხვა ამბავი. საქართველოს ყოველთვის იყო აქ დასავლეთის მთავარი მოკავშირე. ჩვენ ირანთან საზღვარი არ გქონდა და ყოველთვის ჰქონდა სხვა პოზიციები. ანუ აი აზერბაიჯანი და სომხეთი ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს არიან, იმიტომ რომ ფიზიკურად ახლოს არიან. ჩვენ ერთი ნაბიჯით შორს ვიყავით, ამის წყალობით ვიყავით ამერიკასთან უფრო ახლოს, ისრაელთან უფრო ახლოს, ევროპასთან უფრო ახლოს. შესაბამისად, ეხლა ქართულმა მოწმობამ რაც გააკეთა, დაახლოება ირანთან, ხო, რომელიც ფაქტია, მათ შორის პოლიტიკური მდგენელზე ეხლა მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის ლაშა დარსალია ვაშინგტონიდან რომ ბრუნდება და რომ უშვებ შეხვედრაზე ირანის რევოლუციის, ისლამური რევოლუციის აღსანიშნავად, რომლის იდეის წინააღმდეგაც არის ახლა ბრძოლა, იმიტომ რომ ეგ იდეა არის, რაც ომს ქადაგებს რეგიონში. ეს ხო მიზანმიმართული პროვოკაციაა ვაშინგტონთან ურთიერთობის კონტექსტში. ეხლა ჩვენ გავიხსენეთ ადრე, რომ 5 წლის წინ მე მგონი 20-ში იყო თუ 21-ში, არ მახსოვს ყასემ სულეიმანი, რომ მოკლეს ერაყში, ხო? მაშინ სხვათა შორის არ გამოუთქვამს ამის შესახებ, ხო? არანაირი პოზიცია არ ქონია. არა, პირიქით, თქვენს რომ ეს ასე საჭირო იყო, ეს რაც მოხდაო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რეგიონში ქმნიდა პრობლემებსო ეს კაცო თავისი არსებობითო და გაამართლეს ეს ამბავი და რატომ შეიცვალა? მაშინ არ იყო, თქვათ, ეს საფრთხეები, რა საფრთხეების დღეს დგას, რატო შეიცვალა ასე პოზიციები, თქვათ? 2022 წლის უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოხდა როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის მიერ არასწორი გათვლა, რომ ავტორიტარული ბანაკი და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის რომ რუსეთი, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანი არიან მთავარი მოკავშირეები და მათი მთავარი ლოგიკა არის ამერიკასთან, ისრაელთან და ევროპასთან ბრძოლა. რუსეთი უკრაინაში რო შეიჭრა მთელ ევროპას ებრძვის, იმიტომ რომ დაეკავა ის უკრაინა, კიევი და ასე შემდეგ, ხო? მე ბალტიისპირეთი, მე პოლონეთი, ხო ვიცით რუსეთის გეგმები უბრალოდ კიდევ კარგი უკრაინელი გმირების წყალობით გააჩერდა ეს პროცესი და ვერ მიაღწია წარმატებას. მეორე მომენტია ეხლა, აქაც უნდა გვახსოვდეს, პირველი თავდასხმა ვინ დაიწყო? ირანმა დაიწყო ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერი გავიღვიძეთ და აღმოჩნდა რომ ღაზა სექტორიდან შეჭრილი არიან ათასობით ადამიანი მოკლეს და ტყვე დაიყვანეს და ასე შემდეგ, ხო? სასწაული მოაწყეს იქ და პროვოკაცია დაიწყეს. მე საერთოდ რაკეტები ესროლა პირველად ირანმა. ანუ იდეა იყო რომ რუსეთი უკრაინაში დაარტყავს ევროპას, აქეთ მთავარი მოკავშირე ისრაელია და ირანი აქეთ დაარტყავს და ჩინეთი ამ ყველაფერს მხარს უჭერს. იცით რომ რუსეთის ომის უკან რეალურად ჩინეთი დგას, ირანსაც რეალურად
ჩინეთი ეხმარება, აგერ ახლა საერო თავდაცვა იყო იქ ჩინური გაგზავნილი აი ამ ომის წინაშე და აღმოჩნდა რომ არანაირი ეფექტი არ აქვს. დედამიწაზე ერთადერთი სუპერ სახელმწიფო რჩება შეერთებული შტატები და არანაირი ჩინეთი მეორე პოლუსში და კობახიძე რას აკეთებდა? გარდა ირანის მიმართულებით, ახლა რუსეთთან პირდაპირ ხომ ვერ აღადგენენ, გასაგებია ყველაფერი იქნეს. ჩინურ კომუნისტურ პარტიასთან კავშირები, ანაკლიის სპორტის თემა, თავის დროზე იქ მემორანდუმი რაც თქვა რომ ჩინეთი მაგალითია, ჩინეთი სუპერ სახელმწიფო, ანუ ბიძინა ივანიშვილმა აირჩია დიქტატორების მხარე, იმიტომ კი არა რომ ქართველ ერს უნდა ეს. იმიტომ კი არა რომ იქ გამარჯვების შანსი იყო. რუსეთს უნდა ასე და. რუსეთსაც უნდა, მაგრამ მასაც. იმიტომ რომ ერთადერთი ვარიანტი რომ სამუდამო ძალაუფლება გქონდეს, არის რომ დიქტატურა იყო. ჩვენ თუ ვიქნებით ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ხელისუფლებების შეიცვლება ყოველთვის. და ივანიშვილს უნდა პირადი საკუთრება ამ ქვეყანაში და ზუსტად იგივე არის სომხეთშიც რუსი ოლიგარქის იდეა არის ქვეყანა აქციოს პირად საკუთრებად ევროპული ინტეგრაცია გააჩეროს. ფაშინიანს კარგად ესმის რომ ხელისუფლება შეიცვლება სამომავლოდ და მუდმივი არ იქნება. იმას ესე არ წარმოუდგენია. სწორედ ამიტომ ეს იყო არასწორი გაცვლა ივანიშვილის მიერ და ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებს. უბრალოდ სამწუხაროდ დემოკრატიული ბანაკის გამარჯვებასაც დრო ჭირდება, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, უკრაინაში პრაქტიკულად გამარჯვება არის, იმიტომ რომ მიზნებს ვერ აღწევს რუსეთი. მაგრამ თუ ირანი გათავისუფლდება, ნავთობის ფასი ისე დაეცემა ვენესუელას შედეგადაც, რომ რუსეთი ვერ გაუძლებს. დროებითი ეხლა ეფექტი პირიქით არის, კი ბატონო, ნავთობის ფასი გაიზარდა და ვიღაცა იტყვის, რომ ეს რუსეთის სასარგებლოა, თუმცა ირანის ამბავია მნიშვნელოვანი. თუ ირანში პროდასალური ხელისუფლება მოვიდა, რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს ნავთობის მეშვეობით გრძელვადიანად და უბრალოდ ჩამოიშლება როგორც საბჭოთა კავშირი. რა კარგი პროგნოზებია, ამ პროგნოზის განვითარება რა თქმა უნდა ამის გჯერა ყველას. არა, უნდა მორჩეთ საიდან პოზიტიურად დავამთავროთ ზუსტად. მინდოდა ცოტა უნგრეთის არჩევნებზეც ვისაუბრა, მაგრამ შემდეგ ჯერზე ვილაპარაკოთ ამ თემაზე. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ყოველთვის შენთან საუბარი, იმიტომ რომ რაღაცები ესე ვიცით და გასაგებია, მაგრამ მე სხვა კუთხით ვუყურებთ ხოლმე ამ პროცესებს მართლა და ეს მნიშვნელოვანია. გიორგის მადლობა, მე და ბექაც რა სულ ცოტა ხნით უნდა დაგემშვიდობოთ ახალი ამბების დროა ფორმულაზე, ამიტომ არ გადართეთ. საგველოდ.